დიდება ღმერთს და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. მადლობა ღმერთს იმისათვის, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება ჩვენს ცხოვრებაში. მადლობა ღმერთს, რომ მოგვეცა სულიერი და ფიზიკური ძალები, აგვესულებინა საუედრებელი ლოცვა იესო ტკბილისა. დღევანდელი დღის წაკითხული სახარება ძალიან ბევრ რამეზე ვაფიქრებს და მთავარი რაზეც უნდა დავაფიქროთ ეს არის ჩვენი ადგილი ქმნილ სამყაროში და ჩვენი ადგილი ღვთის წინაშე და ეკლესიაში. ვინ ვართ პირველ რიგში, რისთვის ვართ ამ სამყაროში, რომ ჩვენი ცხოვრება იყოს შინაარსით დატვირთული. დღეს ადამიანი ხშირად, როდესაც გაიღვიძებს, ყველაზე მეტად ის ტანჯავს მას, რომ არ იცის მან რა უნდა აკეთოს, რას ემსახურება, ვის ემსახურება, რისთვის აკეთებს რაღაცას, რა არის მისი მოტივაცია გაკეთებული საქმისა, რა არის ის, რაც მას ბოროტების კეთებაში ხელს შეუშლის. და აი დღევანდელ დღეს მინდა უბრალოდ ერთ რამეზე ვისაუბროთ, რომ აი სახარებაში იყო ესეთი რამე, აი აღმოგიკითხავთ ახალ ქართულად და დაუკვირდით რა მნიშვნელოვანი სიტყვები არის. წიგნობრებს, რომელთად გრძელი სამოსლით სიარული და მოედნებზე მოკითხვანი უყვართ. ხოლო სინაგოგებში წინარიგები და ნადიმებზე წინაადგილები, რომელნი ჭამენ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობენ, ისინი უფრო დიდ სასჯელს მიიღებენ. არის გარკვეული ფორმა ზოგადად ადამიანთა ცხოვრებისა და მოდი დავსვათ, აი უბრალოდ როგორც ქრისტიანებმა შეგიძლიათ დავუსვათ თქვენ თავს კითხვა. ყოველ დღე თქვენ დგებით, ინფორმაციას ისმენთ, ტელევიზორთან სხერხართ, უყურებთ ადამიანებს და აი 10 ყურება, ამ ადამიანების ყურება ჩვენში იწვევს რაღაცა განცდებს. მოდი დაფიქრდით აბა უბრალოდ, ვინ არიან ეს ადამიანები? აი ერთი წამით დაფიქრდით უბრალოდ, აი ამაში დაფიქრდით. ანუ ღირს ეს ადამიანები თქვენს ყურადღებად? ანუ რა ყურადღებასაც უთმობთ მათ ცხოვრებას? უბრალოდ შეხედეთ, აი ვის გვთავაზობ სამყარო ჩვენ რომ უსმით. აი ერთი წუთი დაფიქრდით, აი დილით რომ გაიღვიძებთ, სანამ საინფორმაციოს ჩართავთ, ან რაღაცის მოსმენას დაიწყებთ, ან რაღაცის მოკლედ კეთებას დაიწყებთ, უბრალოდ დაფიქრდით, აბა აი ძალიან კარგად მინდა მიხვდეთ, რომ აი ეს ხალხი, ვისაც ჩვენ ტელევიზიიდან გვაჩვენებთ, ის ხალხი, ვიზეც ყოველდღიურად ჩვენ ვეუბნებია, რომ აი ესენი არიან წარმატებული ადამიანები, რომ ესენი არიან, ვისაც გარკვეულწილად რაღაცა გააჩნიათ ისეთი, რომელიც ჩვენ არ გაგვაჩნია და თქვენ თუ გინდათ, რომ ეს გქონდეთ, მაშინ მათნაერები უნდა იყოთ. უბრალოდ დაფიქრდით, ვინ არიან ეს ხალხი? აი გვარებით და სახელი და გვარებიც კი რო ჩამოთვალოთ, უბრალოდ დღეს ვახსენოთ ეს ადამიანები, როცა გონებაზე ხარ, საღგონებაზე ადამიანი ფიქრობ, რომ საერთოდ ამათ რატო უსმენ? ანუ რას ვსწავლობ მე ამათგან? მოდი აიღეთ ძალიან გთხოვ ყველას, რომ აი ვისაც თქვენ უსმენთ, ყოველდღიურად ტელევიზიით, სოციალური ქსელებით, ვის, ანუ დაუსვით თქვენ თავს კითხვა, აი იმ ადამიანებისგან ვისაც უსმენთ, რას სწავლობთ? და თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მათგან რამეს სწავლობთ, ისე იგი გამოდის, რომ მათი ცხოვრება თქვენთვის არის სამაგალითო. იმიტომ რომ ის ადამიანები არიან, ვისაც თქვენ გინდათ, რომ მიბაძოთ. აი ამაზე დღეს ქრისტიანი ადამიანები არ ფიქრობენ უბრალოდ და როგორ არის იცი, ჩვენ, ანუ აი რა მდგომარეობაში ვართ, იცი, ქრისტეს უნდა ბაძავდეს ადამიანი. წმინდანებს უნდა ბაძავდეს ადამიანი. ეკლესიის წევრი ადამიანი ყოველდღე უნდა სახარებას ეცნობოდეს, უფალო, როგორ კიდე შევიცვალო, რომ უფრო მეტად დაგემსგავსო შენ.
წმინდათა ცხოვრებას უნდა ვკითხულობდე ყოველ დღე, რომ პასუხი მქონდეს საკუთარ ვნებებთან, საკუთარ ცოდვებთან, რომ პასუხი გავცე, რომ როდესაც ვნება წამომოწმება შინაგანი, რა პასუხი გავცე, რომ სახარებით უპასუხო მას. როდესაც დიდების მოყარება ტაძარში თუ გარეთ, აი დიდების მოყარება შემიპყრობს დღევანდელ სახარებას მარკოზის 12 თავიდან ავიღებ და ვეუბნები, რომ ანუ რა სიძახის უფალი. ნუ მიბაძავთ იმ ადამიანებს, რომლებიც მწიგნობრები არიან, ვინ არის მწიგნობარი? ეს არის გარკვეულწილად რაღაცა ცოდნის მქონე, სწავლების, გარკვეული სწავლების მქონე ადამიანი. და რომელსაც დღეს აჭრელებულია დღევანდელი სატელევიზიო სივრცე. ჭყალებს ჭკვიანი ადამიანებით, რომლებიც იქიდან გვესაუბრებიან და მოძღვრავენ თურმე როგორი უნდა ვიყოთ ჩვენ პირადად. წიგნობარი და მცოდნი ადამიანები. მეორე, რომელთაც უყვართ გრძელი სამოსლი და მოედნებზე მოკითხვა უყვართ, ეს არის ადამიანები, რომლებიც დღეს ჩვენ დაგვიწესეს, როგორ იცით, მისაბაძ ადამიანები. დღეს მათ ატარებენ ტელევიზიებში, მათ იწვევენ ტელევიზიებში, მათ გვასმენინებენ. გვეუბნებია, რომ აგერ ადამიანები, რომლეთაც უნდა მიბაძოთ, ნახეთ ნამდვილი თავისუფალი ადამიანი. ნახეთ ნამდვილი ადამიანი, რომელმაც წარმატებას მიაღწია, ნახეთ რამდენი ფული აქვს. შეხედეთ რამხელა გავლენა და წარმატება აქვს, რამხელა ძალაუფლების მქონე არის. და გაიხსენეთ ჩვენ ახალგაზრდებს მინდა უთხრათ, რომ საკმარისია ასეთმა ადამიანებმა რამე ჩაიცვან, ან რამე აიღონ და გააკეთონ იმ წუთში მივარდებ ჩვენი ეს, აი იმასაც ვია და იმიტომ ის ესე ფიქრობს და იმიტომ. ანუ სვავ კითხვას უბრალოდ ჩემო მეგობრებო, აი ქრისტიანებს მინდა, ვინც ეკლესიის წიაღში ხართ, დღეს ხო ხედავთ რა ხდება. ვერავინ ვერ გაიგებს ვინ რისთვის მოქმედებს, ვერავინ ვერ გაიგებს იმას, ვის მართლა რა ამოძრავებს. და დაასვით უბრალოდ ერთი კითხვა, როდესაც შეყურებთ ამ ტელევიზორებს და ამ სოციალურ ქსელებს და მერე ვიღაცების ნათქვამის გამო ერთმანეთს ეჩხუბებით, ერთმანეთს ეკამათებით, ოჯახის წევრებიც კი, ნათესავები, ახლობლები და მეგობრები გადაეკიდა ერი ერთმანეთს, დაასვით კითხვა იმ ტელევიზიიდან, ვინც გიხურებთ და ვისაც უსმენ, ვინ არიან ეს ადამიანები? და თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ თქვენთვის საერთოდ არავინ არ არიან ეს ადამიანები. და თქვენი მიზანი ყოველდღიური ცხოვრებისა სხვა არის, თუ ქრისტიანები ხართ, თქვენ ხართ სასუფევლისთვის მოწოდებულები. მე უნდა ვცხონდე და აბა დაუკვირდი, ეხლა მე ცხონება მინდა და აი ამ ადამიანს რო უყურებ, აი ეს ადამიანი მე რამეს ცხონებაზე მელაპარაკება. და უფალი იძახის, ნახეთ, სინაგოგებში, წინარიგებში დგომა, წინა ადგილებში, ყველანი დღეს არის, ყველა წინ გამოდიან, ყველა რაღაცა თავის მჭერმეტყილებას, თავის სიბრძნეებს აფრქვევს თითქოს. და რას იძახის? და ვიღაცები კიდე გამგრძობილად ლოცულობენ. აქ უკვე სულიერ, ანუ ადამიანებზე ეს, ან ფარისეულ ადამიანებზე არის საუბარი. გამგრძობილად ლოცულობენო და რას იძახის? ისინი უფრო დიდ სასჯელს დაიმსახურებენ. აი, ვოცდები ხოლმე, როგორ შეუძლია დღევანდელ, როგორ აგვიბნიეს თავგზა და გონება, რომ დღეს ადამიანს როგორ შეგიძლია ეს ორი რამე ერთად შეკრა. უსმინო ქრისტესაც, უსმინო წმინდანებსაც, წმინდათა ცხოვრებას და მასწავლებას და უსმინო ამ ადამიანებსაც ზოგადად არ გულისხმობ მარტო საქართველოში, არამედ გლობალურად გულისხმობ მთლიანად. ჩვენი ახალგაზრდები შეხედეთ, როდესაც ტელეფონები უჭირავთ ხელში, რას უსმენენ? ვის ემყარებიან, ვის ენდობიან, ვისი სიტყვებით და ლექსიკონებით გველაპარაკებიან, მერე დაუკვირდით ჩვენი ახალგაზრდების ლექსიკონს, საკუთარი შვილების ლექსიკონს დაუკვირდით, როგორ საუბრობენ ისინი. ბევრჯერ მithქვავს თქვენთვის, ამიტომაც, როდესაც ეს ორი რაღაცა უნდა მოთავსდეს ერთ ადამიანში, ვერ თავსდება და ძლავრობს რომელი უფრო? ძლავრობს ისინი უფრო ვართ გამიგები. უსმეთ ამათ და ვუყურებთ ამათ, არ ვიცი, ცემას, ტყეპას, ლანძღვას, გინებას, რაც ჩვენთვის თავიდან ბოლომდე არის თლიანად მიუღებელი და ხალხ დგევარ და მერე მათი ნამოქმედარით სჯელობთ ჩვენ ერთმანეთის წინაშე.
დაფიქრდით უბრალოდ ქრისტიანებო, დაფიქრდით დღეს რომ ხო ხედავთ რომ ჩანაცვლება ხდება. და ეს ყველაფერი ხდება რა ლოზუნგებითა და რა დროშით ხდება. ხდება რომ დღეს ესეა საჭირო, დღეს ჩვენ ისე და ადამიანი შინაგანად მოშლილი და მორღვეული თავიდან ბოლომდე. აღარ აქვს იმისი ძალა და ენერგია ქრისტეს მისდევს. ყველაზე მთავარში გვიშლის ხელს დაფიქრდით. აი ის სულისკვეთება, რომელიც ტელევიზიებიდან და მედია სივრცეებიდან მოდის ჩვენში, ეს არის საწინააღმდეგო ყველაზე მთავრისა ჩვენში. რა ისია? სინანულის. ბოლოს როდის იყო განცდა სინანულის, იმიტომ რომ აიქიდან რასაც ჩვენ აი ამ ენერგიას, რომელსაც იქიდან ვიღებთ, რა ყველაზე მართლები გონია საკუთარი თავი. და დღეს საოცარი არის, რომ მაცხოვარს მოყავს ორი მაგალითი კიდე. ამას ხო თქვა და შემდეგ დაჯდა ტაძრის წინ დაჯდა და ხედავს შესაწირს როგორ დებენ ადამიანები. ეხლა უფრო მეტზე გადავიდეთ, თვალთმაქცობაზე გადავიდეთ. შესაწირს როგორ ყრიან ადამიანები და ის შემოვიდა ის შესაწირი ჩადო, ანუ შედიან წარჩინებული ის ადამიანები, რომლებიც ანუ წეღარაზეც ვილაპარაკეთ, ჩადიან რაღაცას მოკლედ შესაწირს ყრიან ტაძრისას. მაცხოვარი უყურებს და აგერ მოვიდა დედაკაცი. ქრივი ადამიანი. რო შეადარო ვით შეადარა ორი ადამიანი, ეს ფარისეველი, წიგნობარი და ფარისეველი და შეადარა, ესე იგი ადამიანი, რომელიც ქრივი არის, ის ურშიკონდებული ადამიანი, დიდი პატივდებული ადამიანი, ქრივი და ობლები იმ დროისათვის არაფერს არ წარმოადგენდნენ საერთოდ იმ დროის აღმოსავლეთის ცხოვრებაში. და ამ ქრივმა ამოიღო და ორი ცალი მონეტა ჩავდა, კვადრატი გამოვიდა, ფულის ერთეული, ძალიან მცირე, მაგრამ ეს ჩავა. და მაცხოვარი უცებ დაუძახებს თავის მოწაფეებს და ხალხს და ეუბნება, რომ აი ამ ქალმა ყველაზე მეტი ჩაყარავ ეხლა, ვიდრე დანარჩენმა. რატო? იმიტომ რომ ყველა ნამეტნავისაგან, ანუ ზედმეტი რაც ჰქონდაო, ის ჩააგდომა და ამ ქალმა მთელი თავისი საჩო და საბადებელი ჩადო. აი ეხლა რაზე მინდათ გაგამახვილებინოთ ქრისტიანობა ყურადღება, აი ჩვენ ხომ უნდა დავიცვათ საკუთარი თავი და საკუთარი სული, აი ამ წუთი სოფლის სულისკვეთებისაგან. აბა რისთვის ვარ ქრისტიანები? თუ ჩემი გული და ჩემი გონება აი იმ წუთი სოფლის სულისკვეთებით არის სავსე, მე ვინა ვარ? იმ წუთი სოფლისა ვარ, ქრისტესი კი არა. რითიც ახარ ადამიანი სავსე ისახარ, შენ და იმისიანი ხარ, რაც არ უნდა იძახო, ქრისტესი ვარ, არა ხარ ქრისტესი, იმიტომ რომ რითი ხარ სავსე? კოკასა შინა რაც ადგას, იგივე გადმოდინდებს. სავსე ხარ ამ წუთი სოფლის ჭორითა, ამ წუთი სოფლის დაპირისპირება, ყველაფერი შენში ხდება, რაც ტელევიზიაში ხდება, ყველაფერი შენ გულში ხდება. და საბოლოო ჯამში აქ აი რაზეა საუბარი, ნახეთ, ეს ორი ადამიანი რატომ თქვა უფალმა ეს ყოველი? როგორი ადამიანები ცხონდებიან და გადარჩებიან და ქრისტეს მიუახლოვდებიან. აი ამ დედაბერისნაირი და რა იყო ამ დედაკაცისნაირი, ქრივი დედაკაცის მთავარი დანიშნულება და ღირსება რა იყო? აი ეს კრიტიკულ მომენტში ღმერთთან ვიყვე თუ არ ვიყვე, ყველაფერი დადო მან, ოღონდაც ღმერთთან ყოფილი. გაიხსენეთ, მოგიყვანთ სახარებისეულ მაგალითებს. როდესაც ნიკოდიმოსი და იოსები მივიდნენ მაცხოვრის ჯვარცმიდან ჩამოსაღებად მისი გვამისა პილატესთან, რა გააკეთეს მათ? ამითი რა გააკეთეს მათ? ამითი გააკეთეს ის, რომ მათ ყველაზე მთავარი საკუთარი ცხოვრება საფრთხის ქვეშ დააყენეს.
მათ სინაგოგიდანაც გააგდებდნენ, მათ საერთოდან ერიდანაც მოწყვიტავდნენ. ანუ ქრისტიანი ადამიანი, რომელიც რისკზე წასვლა არ შეუძლია, ქრისტიანი ადამიანი, რომელიც რაღაცა არ მესმის და სარწმუნოებრივი ნაბიჯის გადადგმა არ შეუძლია, ადამიანს, რომელსაც საკუთარი სიცოცხლესაც კი გაწირვა არ შეუძლია ქრისტესათვის, ადამიანი არაფრის შემთხვევაში არ არის ქრისტიანული სულისკვეთები. დედაბერის მაგალითი, ანუ ამ დედაკაცის მაგალითი, ქვრივი დედაკაცის მაგალითი არის საოცარი რამ ჩვენთვის. რომ ჩვენ კრიტიკულ მომენტში, როდესაც იღებ მომენტს, ეს გავაკეთო თუ არ გავაკეთო, ამ დედაბერივით ყველაფერი უნდა ამოიღო და ჩადო ღვთისაკენ. მაგრამ ისმის კითხვა. ძლიერი ადამიანები ამას სოფლისა ვაჭრობენ რითი? ფულით, ხო? ძალაუფლები და ფულით ვაჭრობენ. ჩვენ რა სავაჭრო გვაქვს? ისინი სისულელე, ანუ იმდენად დაბნელებულია მათი გონება, რომ ღმერთთან ფულით ვაჭრობენ. რომ ადამიანებს გონიათ, რომ ანუ თუ კი ფულით რამეს აკეთებ, ამით ევაჭრები შენ ღმერთს, რომ ის ამის გამო, რომ შენ ფული გაქვს და ამით რამეს აკეთებ, ის შენ ამის გამო მოგცემს რამეს. ჩვენი უბრალო ქრისტიანი ადამიანების სავაჭრო რა არის? პირობითად რო თქვა სავაჭრო, რა სიტყვის უფალი მომეცითო, რომ მე თქვენ დაგიბრუნოთ მადლი, რითი გვევაჭრებ? ეს არის საღვთმცნებელი. ანუ უფალს ვეუბნები, რომ უფალო, მე არაფერი არ აქვს, ფული არ მაქვს, არაფერი არ გამაჩნია, მაგრამ ერთადერთი მაქვს. ერთადერთი მაქვს. ეს არის შენი ცნებების შესრულება. ამის გამო გევედრები შენ მადლი მომეცი და უფალი დღეს არჩევანს მოაკეთებს რა სიძახის. ის ვინც ჩაყარა ისინი არა, ამ დედაბერმა, ისე იგი ქალმა გააკეთაო ის რაც უნდა გაეკეთებინა, იმიტომ რომ ყველაფერი გაიღო მან. ყველანაირ სიამოვნებაზე, ანუ ყველანაირ რისკზე წავიდა, ყველაფერი დათმო მან ქრისტესათვის. აქ საუბარი არ არის ჩემო მეგობრებო, აქ ხოლ იმაზე, რომ ვიღაცამ სახლი გაყიდოს და მოიტანოს და სადმე დადოს, ამაზე არა. ჩვენ ორი შემადგენელი ნაწილი ვართ. ორი ლეპტა რას ნიშნავს? სული და ხორცი. ჩვენც ორი შემადგენლობით ვართ, სულითა და ხორცის შედგენილობით ვართ. ანუ სულით და ხორცით ვემსახურებით ღმერთს, მის მცნებებს ვიცავთ. უფალი დღეს იძახის, არა ისინი, ვინც გარეგნულად ეს თითქოს ამ წუთის სოფელში წარჩინებული ადამიანები, არა, მათ არ უყურებ, მათ არც ამ საქმეებს არ უყურებ, მე ვუყურებ და ვეძებ ამნაირ ქვრივ ადამიანს, ვისაც შეუძლია ორი ლეპტა მოიტანოს, მისი სულითა და ხორცით ემსახუროს ღმერთს. იძახისო, ამან ყველაზე მეტი დადო. რატომ არ არის მისი სახელი ნახსენები? მარტო ქვრივი არის, განა არ იცნობდნენ ამ ქვრივს, ყველა იცნობდა. რატომ არ არის მისი სახელი? იცით რატომ არ არის? რატო დუმს წმინდა წერილი, როდესაც სახელს არ იძახის? იმიტომ რომ ეს ქვრივი ადამიანი ყველა ჩვენთაგანია. კონკრეტულ სახელს არ იძახის. ამიტომ ყველანი ეს ქვრივები უნდა ვიყოთ ჩვენ ყველა. ამიტომ ვინდა გთხოვოთ დღეს, ჩვენ მრევლს მით უმეტეს და სხვებსაც, ვინც უბრალოდ ცდილობს, რომ ქრისტესთან ერთად იყვეს. ხალხო, დააკვირდით უბრალოდ. ვის გვაჩვენებენ, ვის ვუყურებთ, ვინ არის ჩვენი მაგალითი ცხოვრებისა, ვისი ნაზრებით ვაზრობებთ, ვისით ვიაზრებთ საკუთარ ცხოვრებასაც და ჩვენი შვილების ცხოვრებასაც და მოქმედებასაც. ვინ გვინდა, ვის გვინდა ჩვენი შვილები ბაძავდნენ და ვის გვინდა ჩვენი შვილები რომ დაემსგავსო? რითი გვინდა ჩვენი შვილები შინაგანად სავსენი იყვნენ? როგორი გვინდა რომ მათი ლექსიკონი იყოს, როგორ საუბრობდნენ, რითი იყოს სავსე მათი შინაგანი გული, გონება, სულის ძალები?
დღევანდელი სამყარო ხო ძარცვავს ჯერ ჩვენს დროს და ენერგიას, ჩვენ სულის ძალებს მთლიანად ძარცვავს და ვინები არიან, აი უბრალოდ ჩამოთვალეთ ძალიან ხო სახში რო წახვალთ, დასხედით, ფურცელი დაიდე და დღის განმავლობაში ვის უსმენთ დაიწერეთ. უბრალოდ მერე გამოდით აქედან წაიკითხეთ, რომ აი როგორად თქვა, იცი, დღეს მე უსმენდი სახელი და გვარი ამას, უყურე ამის შოუს, იმის შოუს, ამის შოუს, ანუ გადაირევით უბრალოდ მიხვდებით, რომ რამდენად ისე იგი სადღაც შორს ხართ წასული ქრისტესაგან საერთოდ და შეადარეთ მერე თქვენ ის რამდენი ხანი დაყავით, რომ წმინდა წერილი წაგეკითხა. რამდენი ხანი დაყავით იმაში, რომ წმინდა მამათა სწავლება, დედათა სწავლება წაგეკითხა. რითი შეივსო თქვენი გული, რითი შეივსო თქვენი შინაგანი. და დღეს კიდევ ვიძახი, ეკლესიაში არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ფორმით ამართლებენ ამას, რომ ისე იგი შეიძლება ადამიანი სიძულვილით, ბოროტებით, ვიღაცის განკითხვით, იმებით იყოს სავსე. და ამავე დროს ქრისტესთანაც იყო. და ყველაზე მთავარს გართმევენ, ვერ ხედავთ. რას გართმევენ? გართმევენ ყველაზე მთავარს სინანულის განცდას. აღარ არის სინანული, დაიშლით ადამიანებში სინანულის განცდა, იმიტომ რომ ყველას მართალი გონია თავი, რატო? იმიტომ რომ ის ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ, ამ სულისკვეთებით არის გაჯერებული. აიღეთ წმინდა წერილში როგორ არის, მოვიდა თუ არა ნათლისმცემელი, მოვიდა თუ არა მაცხოვარი, პირველი რა თქვენს? რისი კრიზისი იდგა მაშინ, რა უთხრა ხალხს მაცხოვარი? შეინანეთ. ეს ფარისევლები და ღვთისმშეულიერი ცხოვრობდა, ცნებებს იცავდა, შაბათს იცავდა, ყველაფერს იცავდა, მაგრამ მოვიდა და ეუბნება, რომ შეინანეთ, რატო? იმიტომ რომ იმდენად თვითკმაყოფილებაში იყვნენ ჩავარდნილი, რომ თავარი მაცხოვრებელი განცდა, რასაც სინანული ქვია, დაშლეტილი იყო. ერში სინანული, აბა უბრალოდ დაუკვირდით, თქვენ თავს ჩახედეთ. სახელი იმიტომ არ წერია იქ, რომ ეს ჩვენა ყველათაგანი ვარ და დაფიქრდით უბრალოდ, აბა ჩაიხედეთ თქვენ თავში, ბოლოს სინანული როდის ქონდა. და სინანულის გარეშე ვერ ცხონდება ადამიანი. დღე, რომელიც ადამიანმა სინანულის გარეშე გაატარა, ის დაკარგული დღე არის. ანუ კიდევ ვიძახით, თქვენ სხვანაირად გვასწავლეს ეს ყველაფერი და დღესაც სხვანაირად გონია, რომ ღვთისთვის ყველაზე მთავარი პრობლემა არის ცოდვა. ცოდვა არ არის მთავარი პრობლემა. უფალმა იცის, რომ სუსტები ვარ და ვეცებით, მაგრამ ყველაზე მთავარი რა არის, რომ არ ნანობს ადამიანი. სინანული არ გააჩნია და ცდილობს, რომ ეს თავის მდგომარეობა გაამართლოს. და კითხვა ხალხო, ვისაც უსმენ, ვინც გელაპარაკებად, ვისთანაც აი ყოველდღიურად თქვენ ამ ტელევიზიებიდან და სხვადასხვა სოციალური სივრცეებიდან ურთიერთობა გააქვთ, ისინი რას გასწავლიან? გინახავთ ერთი ვინმე, ვინც ამაზე უბრალოდ მოусმინე მას და სინანული დაგებადა? ვინმე არის ესე, აი მოусვა აიმე დედა, როგორი სინანული, ვინმე არის? თუ არა კიდევ გულისხმობს საეკლესიო სივრცე, სულიერი სივრცე, რა თქმა უნდა, იქ არის უამრავი რამ, რასაც შეიძლება ადამიანმა გამოიყენო და მიაქციო ყურადღება. მაგრამ ამანაც გააზარმაც ადამიანმა. აი ამ ჩვენმა ურთიერთობამ ასეთმა მე ვატყობ, როგორ გააზარმაცა ადამიანმა. ტაძარში მოსვლა აღარ უნდა. აი ამის მოსმენა აღარ უნდა, ანუ ცოცხალი ურთიერთობა ღმერთთან აღარ უნდა, იქაც ტელევიზორთან ზის, იქ გადართავს იმას მოусმენს და გადმორთავს და მერე ისევ აი ამ ორ მტრიალს უსმენს თავიდან ბოლომდე. ღმერთმა მოგცეს ამის ძალა. აი მინდა რომ ყოველ კვირის ამ დღეს, შაბათ დღეს ხონდეს ხოლმე ღმერთის წყალობით და მისი შემწეობით ეს იესო ტკბილის არაგვისი. ანუ ეს არის საოცარი დღეს თქვენ ტექსტს დაუგდეთ ყური,
რომ იქნებ როგორმე გატეხოს ამან ჩვენი ეს გულციობა, როგორმე გატეხოს ჩვენი ეს ეგოიზმი, პატივმოყვარეობა, თავმოყვარეობა, იქნებ როგორმე გატყდეს და შევტრიავდე და ღმერთს მართლა სინანულით მივმართოთ. ნუ აზავებთ ერთმანეთთან, ნუ ცდილობთ შეაზავოთ ის, რაც არ ზავდება, წყალსა და ზეთს ერთმანეთში ვერ შეაზავებთ. დროებით, ორების დრო შეიძლება ოდნავ აერიოს ერთმანეთს და ნუ მოგატყუებთ ეს, რომ აირია ერთმანეთში, არ ირევა ეს ერთმანეთში. დაანებებ თუ არა მორევას თავს, იმ წუთში მიხვდები, რომ ზეთი დარჩება ზემოთ, წყალი ჩამოვა ქვემოთ. დღეს ვცდილობ ჩვენ რაღაცა ლოცვის გარეშე, წმინდა მამების ცხოვრების გარეშე, სინანულის გარეშე, თავმდაბლობის გარეშე. ადამიანს უნდა ქრისტიანად იწოდებოდეს და ცხონება უნდა, არ გამოვა ხალხო ასე, არ გამოვა, შეუძლებელი. ნუ გატყუებენ იქიდან ვიღაცები, რომ აი ქრისტიანობა ესე და ღმერთის სიყვარულია, ტყუილია ეს ყველაფერი, ღმერთის სიყვარულია, მაგრამ სიყვარულია იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც ხედავს ადამიანის სიყვარულს მისდა. რა სიძახის მაცხოვარი, ვის უყვარვარ მე და ვინ მიყვარს მე, რა სიძახის? ვინც რა ჩემ ცნებებს იცავს. მას უყვარვარ მე, სხვა შემთხვევაში სიყვარული არ არსებობს. ანუ მასთან დამოკიდებულება სხვა მხრივ არ არსებობს, მისი მცნებებია და თუ მცნებებს არ იცავ ქრისტეს მცნებებს, სიყვარული არ აგაკ ღმერთის არ დაგაჯეროთ არავინ. ღმერთს უყვარს ყველა და ყველა ადამიანის გადარჩენა უნდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ვინც მცნებას არ ასრულებს, ის გადარჩება. რატო? იმიტომ რომ მან თქვა უარი თვითონ ღმერთზე. და ყველაზე დიდი მცნება, რაც ქრისტე მოგცა, ეს არის შეინანე. თქვენი ცოდვები შეინანე. თქვენი ეს არასრულყოფილება, ესაა მისთვის მთავარი. მისთვის ცოდვის სიდიდი არ არსებობს, რასაც არ გინდა აშვებოდი ადამიანი, რითიც არ გინდა დაეცი ადამიანი. რაც არ გინდა ცოდვა ჩაიდინო ადამიანმა თავითაც კი რომ წარმოიდგინო რამე ყველაფრის პატიებელია, ანუ ისაია წინასწარმეტყველთან იძახის რომ სულ რომ ჭუჭყიანი იყვესო, თქვენი სულებიო თოვლივით განვასპეტაკებო მასო. თქვენი სამოსიო მეწამულიც კი რო იყვესო, ხო თეთრი გახდება, ანუ სისხლიანი რო იყვესო, ანუ გასისხლული რო იყვესო, გათეთრდება და გასპეტაკდება. სოდვა არ არის პრობლემა ღვთისათვის. სოდვა პრობლემაა ჩვენთვის და სოდვა რომელსაც სინანული არ ახლავს თან. ტყუილია დღეს სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლების, მათ შორის ჩვენშიც არსებული სასულიერო პირები, რომლებსაც გარკვეულწილად არ ვიცი შინაგანად რატომ არიან ესე მოწყობილები, ისინი პასუხისგებლობისკენ კი არ მოუწოდებენ ადამიანს, რომ ცნება დაიცვას. რომ კი არ ეუბნებიან იმას, რომ სიყვარული ღვთისა არის მხოლოდ ერთი, რომ მის მცნებებს იცავ, ამას კი არ ეუბნებიან. არამედ ღმერთს უყვარხარ შენ, როგორიც ხარ, ეგეთიც უყვარხარ. გასაგებია, მაგრამ ცხონება მაგაზეა დამოკიდებული. ცხონება ხო შენ მცნებების შესრულებაზეა, რომ მე მქონდეს ის, რითიც მე მარადიულობაში ცხოვრებას გავაგრძელებ. როგორ შეიძლება სასუფეველში ნაგავი იყოს? როგორ შეიძლება სასუფეველში ჭუჭყი იყოს? როგორ შეიძლება სასუფეველში ცოდვა იყოს შეუნანებელი? და როცა შენ ცოდვაში ცხოვრობ შეუნანებელში, იქ როგორ გააგრძელებ ცხოვრებას, როდესაც უნანელი გარდაიცვალე? ცოდვა კი არ არის პრობლემა, სინანულის არ ქონაა პრობლემა. რომ ცნებას ვერ ასრულებ ადამიანი, ესაა პრობლემა. და დღეს ესე რაღაცა თითქოს ორი რამე არსებობს, ეგნატე ბრიანჩანინოვი იძახის ასეთ რაღაცას, რომ ანუ სასულიერო პირებს თითქოს აი ხალხზე მუშაობა, თითქოს აი კეთილგანწყობის ის უნდა, რა ქვია, რომ აი ნახე ამდენი ადამიანი როგორ კეთილგანწყობილია მის მიმართ, რატო? იმიტომ რომ ანუ
ცნების დაცვის გარეშე, პასუხისგებლობის გარეშე, არაფერ პასუხისგებლობას არ ადებს. ვიღაცას ლანძღავს, ცემს, ეჭხუბება, რა მნიშვნელობა აქვს, რომელი მხარეა? სიძულვილით არის მისი გული სავსე და ეუბნება, არაუშავ შენ ღმერთს მაინც უყვარ ხარ და გაცხოვრებ. ეს ხო ტყუილია. ჩვენ ხო ატყუებთ ასე ადამიანს. შენ ხო ჯოჯოხეთისთვის წირავ. შენ ხო ვითომ იმისთვის რომ პუბლიკაზე იმუშაო და იმისთვის რომ შენ ვიღაცა იქ არ ვიცი სოციალურ ქსელში მოწონება დაგიწვეროს თუ რავი რაც არის რაც ხდება ეს საშინელი რაღაცები რაც ხდება შენ ამაზე უარსეულები ადამიანს და ღუპავ ფაქტობრივად ადამიანს აგძელებ წეღარას თქვი აი იმ სოციალურ სივრცეში არსებულ აი ამ ნარატივს და დგები იმ გამოჩენილი ადამიანების რიგში ვიღაცა ფულით, ვიღაცა გავლენით, სხვადასხვა რაღაცით და შენი იდეოლოგიით, ესე რომ თქვა, ქრისტიანული სიმახინჯით, რომელიც შემოგაგდა რაღაცა ლაპარაკობ თან გაურკვეველ ენაზე, ადამიანი ვერც კი იგებს რა გინდა, რაზე ლაპარაკობ, იმასაც კი ვერ არჩევს. ეს ისწავლეთ, ეს იცოდეთ, ანუ თუ ცხონება გინდათ ხალხო, თუ თქვენ გინდათ ღმერთთან მისვლა, ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. ვიღაცისთვის არ არის კონსერვატორია, თუ რავი, ლიბერალია, თუ ის არის, მოირგეს ადამიანებმა რაღაცა მანტიები და ამითი ცდილობენ, რომ ადამიანები დააჯერონ, რომ მართალს ლაპარაკობენ და როგორ, რანაირად, რა მნიშვნელობა აქვს ვინახა. ღვთისთვის არ არის გაუქმდა ეს ყველაფერი, კონსერვატორობაც გაუქმდა, ლიბერალობაც გაუქმებულია ქრისტეში და კომუნიზმის გაუქმდა და დემოკრატიას და ყველაფერი გაუქმებულია ქრისტეში. ქრისტეში არსებობს მხოლოდ ახალი დაბადებული ქრისტიანი არსებობს. და როდესაც ადამიანს უყურებთ, რაზე იფიქრეთ, ქრისტიანია თუ არ არის ეს ადამიანი, რაზე მელაპარაკება? რა არის მისი мотиваცია, რა უნდა, რატომ ელაპარაკება? ამიტომ ვისწავლოთ ყველა, რომ ღვთის თვალით, ქრისტეს თვალით, წმინდანების, მამათა თვალით უყუროთ და ვაფასოთ ჩვენს გარშემო მიმდინარე მოვლენების და ადამიანთა საქციელები და ქმედებების, მათ შორის სასულიერო პირების. ამას ეს რო შევძლებოთ, მაშინ აი ნება უნდა იბოძო ადამიანმა და წმინდა წერილი გახადო შენი ყოველდღიური სამუშაო. რომ აქ რო გიწეს უფალი მცნებას, ხო ის მცნება გამოიძიო ყოველ დღე და ყოველდღიურად შეეცადო შეასრულო. შენდობას ვითხოვ ამ ემოციური საუბრისთვის, მაგრამ სხვანაირად თითქოს არ გვესმის ეს. ხამე არ შემიძლია რაღაცა დაყენებული იმითი სახით და შვიდად და წყნარად საუბარი. ესეც გარკვეულწილად თუ კი ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა არ არის, ხშირად ესეც ფარისეულობაში გადადის ხოლმე. რომ მეტი დამაჯერებლობისთვის შენი სიტყვისა რაღაც ადამიანი თითქოს შვიდად და გაწონასწორებულად ვლაპარაკო. არა და შინაგანად რა არის ადამიანში გაცშულმა არის. არც იმას ვამბობ მე ექსკურსიის კი არ ვძახებ მართალს ვამბობ, მაგრამ ის ხომ არის წმინდა წერილში, რომ ის ვინც მცნებებს არ იცავს. ის ცხონებას მოკლებული იქნება ამას ქრისტეზე, იმიტომ რომ მას ღმერთი არ უყვარს. ვისაც ღმერთი არ უყვარს, მასთან ვერ იქნება. შეუძლებელია მასთან იყოს. რაც არ უნდა ღმერთს უყვარდე დიდად. ვერ მოკიდებს ხელს და ვერ დაგაძალებს საკუთარ სიყვარულს. შენ არ გიყვარს ღმერთი, მას უყვარ ხარ, მაგრამ შენ არ გიყვარს, ამიტომ ყოველდღე მცნებას არღვევ და სახიში ხელმეორედ ჯვარსაც ვარ. და შენ ხარ ის მცოდველი ადამიანი, რომელიც სილას უთყავ ყოველდღე. შენ ხარ ის ადამიანი, რომელიც ანერწყვებ ყოველდღე, როგორც ანერწყვებდნენ ისინი თავის დროზე. შენ ხარ ის, ვინც ლანძღავს და აგინებს ქრისტეს. შენი ცოდვის მოურიდებლობის გამო და შენი თავარის გამო, უნანელობის გამო. რო შეენანა იუდასაც კი აპატიებდა. პეტრეს რა აპატია? ყველა ანუ პატიობს უფალი, ჯვრიდან იზახის უფალო მიუტევი არიციან რას ამბობენ. უფალი მზად არის მოგვიტევოს, მაგრამ ვინ დარჩა იქ? ვინც ითხოვა მაპატიებო? ყველა ხელახლა კიდე ჯვრიდან ლანძღავდნენ. გვერდზე ავაზაკი უკვე ჯვარცმული ისიც კი ლანძღავს მას. თუ ქრისტე ხარ გადაირჩინე საკუთარი თავი და მეც გადამაჭრე, ანუ კიდე ლანძღავენ და ჩვენც ყოველ დღე, როდესაც ასე ვცხოვრობ, ჩვენც იგივე ადამიანები ვართ.
მაგრამ უფალი პატიობს ასეთობას, ანუ უფალი პატიობს ხელის შემორტყმასაც, უფალი პატიობს ლანძღვასაც მისას, უფალი პატიობს შენერწყვასაც მისას. უფალი მზათაა გაპატიოს შენი ყველაფერი მისდამი. იძახის კიდეც გახსოვთ, არ ვინცო ძეკაცის მიმართ თქვალსო, ის მას ეპატიოსო. ანუ პატიება უნდა მას, მაგრამ ერთადერთ რამეს ითხოვს. შეინანით და სინანული იქონია. და სინანული კიდე ადრეც გელაპარაკეთ, ეს არ არის უბრალოდ უვიდე და ეს რა გავაკეთე, ეს არის შემოbrunება. ეს არის შეცვლა გონებისა. ეს არის დინების საწინააღმდეგო წასვლა. ეს არის ამ ქვრივივით მოქცევა. ავიღე და რაც ამ მქონდა, ეს ამ წუთი სოფლის მონეტები ჩავყარე ქვემოთ. და ვემსახურები სულით და ხორცით ქრისტეს და ეს არის ჩემი მთავარი მოწოდება, რაც ქრისტიანს უნდა ჰქონდეს. მერთმა დალოცვილი, მებიძელი და გახარებული გამოდგა.